მოვამზადოთ უგემრიელესი ჟონჟოლის მწნილი, რომელიც გაზაფხულზე მზადდება. ახლა არის მისი მოკრეფის სეზონი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელია, საუკეთესო მარაგია ზამთრისთვის. არის ძალიან შრომატევადი ამის კრეფა. შემდეგ საგულდაგულოდ გასუფთავება, რომ არაფერი შეყვეს. ამისათვის პირველ რიგში ვრეცხავ კარგად, შემდეგ გადავავლებ მდუღარე წყალს და ჩავტოვებ მდუღარე წყალში მინიმუმ 30 წუთით. შემდეგ ამ წყალს გადავწურავ, გადავავლებ ისევ ცივ წყალს და ბოლომდე დავწკრეტავ საწურზე, რათა მთლიანად გამოუვიდეს სისველე და თითქმის სანახევროდ შეშრეს. შემდეგ ასე მომზადებულ ჟონჟოლს გადავიტან მინის ქილებში, ჩავძეკავ შიგ ძალიან მჭიდროდ და ვამატებ ცოტაოდენ ძმარს. ეს ძმარიც იმიტომ, რომ მალე მოხდეს დამწნილების პროცესი და ასევე ვასხავ მარილიან წყალს. 1 ლიტრ წყალზე 2 სუფრისკოვზი მარილი. კარგად გავხსნი და გადავავსებ ბოლომდე. აქ გამოვიყენე თეთრი ღვინის ძმარი, რომელიც ძალიან უხდება და ასევე, როგორც აღვნიშნე, აჩქარებს დამწნილების პროცესს. პირველ ეტაპზე თავსახურებს ვაფარებ უბრალოდ, მჭიდროდ არ უჭერ, რადგან გარკვეულ პერიოდში სჭირდება მარილიანი წყლის დამატება. დამწნილების პროცესში შიგნით იწვევს სითხეს და ზემოდან რჩება მშრალი. ამიტომ შეიძლება რამოდენიმეჯერ მომიხდეს ამის გადავსება მარილიანი წყლით. როცა უკვე მოხდება დამწნილება სრულად, მაშინ უკვე ვაფარებს თავსახურებს მჭიდროდ და ვდგავ გრილ ადგილას. მინდა გითხრათ, რომ არ ვიყენებ არანაირ ასპირინს, სალიცინს და მსგავს მედიკამენტებს, რადგან სავსებით უადგილოდ მიმაჩნია საკვებში მედიკამენტების და ტაბლეტების გამოყენება. როგორც ექიმებისგან ვიცით, ძალიან მავნებელია მაგალითად ასპირინი, ასევე სალიცინი საკვებიდან მიღების შედეგად ცუდად მოქმედებს ღვიძლზე. ამიტომ არ გირჩევთ არავის, თუ კი მოამზადებთ, საერთოდ არ არის საჭირო არანაირი მედიკამენტების დამატება იმ მიზნით, რომ არ გაფუჭდეს. მაგალითად, გასულ წელს მომზადებული ჟონჟოლი დღეს გავხსენი და იყო ისეთივე, როგორიც შევინახე. არანაირი ზედმეტი არაფერი. არც ოფსიკეთებს, არც სტერილიზაციას საჭიროებს. უბრალოდ უნდა იდგას სიგრილეში და ძლებს წლიდან წლამდე. 1 წლის წინ მომზადებული ჟონჟოლი უგემრიელესი იყო დღეს. ეს პირველი სანოვაგია ზამთრისთვის. გაზაფხული ჯამში მოვათავსებ მრგვალად დაჭრილ ხახვს. ამ შემთხვევაში დავჭერი ძალიან დიდი ზომის ხახვი და გადავჭერი ჯერ შუაზე, შემდეგ თხელ ნაჭრევად. გადმომაქვს ასე გასულ წელს მომზადებული ჩაძეკილი ჟონჟოლი, რომელიც იმდენად მჭიდროდ არის დაძეკილი, რომ მიჭირს ქილიდან გადმოღება. ამას აუცილებლად
დავასხავ კახურზეც და რაც ბევრი აქვს მით უკეთესი, მით უფრო უხდება. საოცარ გემოს აძლევს კახური ზეთი მაღაზიის ზეთისგან განსხვავებით. ამოურევ კარგად, რადგან ხახვიც და ზეთიც კარგად გაუჯდეს ჟონჟოლს და უკვე შეგვიძლია მივიტანოთ სუფრაზე. შეუცვლელი ატრიბუტია ეს ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე. ყველგან ნახავთ ალბათ, როგორც სახლის პირობებში, ასევე რესტორანში და ყველგან. მოამზადეთ, გემრიელად მიირთვით. იმედია ძალიან ისიამოვნებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დააკომენტარეთ. მომაწოდეთ თქვენი მოსაზრება, თქვენ თავად როგორ ამზადებთ ჟონჟოლს და რა მეთოდს იყენებთ მის შესანახად. თუ რაიმე არ მოგეწონათ, მივიღებ შენიშვნებსაც, შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ ამასთან დაკავშირებით. გემშვიდობებით მომავალ გემრიელობამდე, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.